გაატარეთ ცხელი ზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა, ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით. ეს კადრები 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის შედეგებს ასახავს. დამწვარი სახლები, განადგურებული სამხედრო ტექნიკა, დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეები. რუსულმა სამხედრო საჰაერო იერიშებმა საქართველოსა და ქართულ მოსახლეობას მძიმე დარტყმა მიაყენა. აგვისტოს შეიარაღებული თავდასხმიდან 3 წლის შემდეგ ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს მიმართ მუქარას განაგრძობს. ჩრდილოელმა მეზობელმა ქართული მიწების მიტაცება არ იკმარა და რუსეთის დუმის სათათბიროს ხდომაზე ახალი ომი დააანონსა. 2014 წლამდე საქართველოსთან ომი აუცილებელია, განაცხადა სემიონ ბაღდასაროვმა პლენარულ სხდომაზე. დუმის დეპუტატმა პოლიტიკოსების თათბირზე რუსული ჯარიც გააკრიტიკა. ბაღდასაროვის თქმით, მათი სახელმწიფო არმიის წევრები ინტელექტუალურად დეგრადირებულ მასას წარმოადგენენ. სემიონ ბაღდასაროვის სიტყვის დასტურად რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ვიდეო მასალის მოტანაც შეიძლება. ოკუპანტის სახელმწიფოს არმიის მებრძოლები ქართველი ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობების გამო გაოცებას ვერ მალავენ. Вот так вот эти пидоры жили, блядь, смотрите нахуй, все смотрите. У них все было, все. Охуенные кровати, блядь, охуенная казарма с пластиковыми окнами, блядь. Как мы, блядь? Да мы, не то что мы как бомжи, а итог они проебали. У них командир отделения жили отдельно, блядь. საქართველოზე მორიგი თავდასხმის შესახებ სემიონ ბაღდასაროვის განცხადებას საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან მწვავე შეფასებები მოყვა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე რუსული მხარის გაღიზიანებას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლას უკავშირებს. შოთა მალაშხიას თქმით, რუსეთი ფუჭ განცხადებებს აკეთებს და პროვოკაციები გამორიცხულია. ეს რეალობას არის მოკლებული. პირიქით ჩვენ ყველა საერთაშორისო სასამართლოს გამოყენებით, ორგანიზაციების გამოყენებით უახლოეს ხანში მივაღწევთ იმას, რომ დეოკუპაციის რეალური გეგმა შეიქმნას და ამ გეგმით დავიწყოთ მოქმედებები პარალელურად საქართველოს გაერთიანებით ნატოში და ევროკავშირში. ნუგზარ ციკლაური დარწმუნებულია, რომ ოკუპანტი ქვეყნის აგრესიული შეტყობინებები ქართული ჯარის აღმასვლას უკავშირდება. უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ბაღდასაროვის განცხადება რეალობას მოკლებულია და მხოლოდ პოლიტიკური ქულების ჩაწერას ემსახურება. ის რაც თქვა ბაღდასაროვმა ჩვენ არაერთ გზის მოგვისმენია სხვა რუსი დეპუტატებისაგანაც, მოგვისმენია სხვა სახელმწიფო პირების მხრიდანაც. ახალი და მოულოდნელი ამ განცხადებაში არაფერი არ იყო. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის წარმმართველ პოლიტიკურ ხაზად რჩება სწორედ აგრესიულობა მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან. პოლიტიკური ექსპერტი ვასილ ჭყოიძე ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან პროვოკაციებს შესაძლებლად მიიჩნევს, თუმცა 2008 წლის მსგავსი თავდასხმის განმეორებას კატეგორიულად გამორიცხავს. მაინც და მაინც რუსული პოლიტიკური ელიტა და მით უმეტეს სამხედრო ელიტა დიდი ინტელექტით და თქვათ რაციონალური აზროვნებით არ გამოირჩევა და თქვათ გარკვეულ პროვოკაციებს უნდა ველოდეთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ალბათ საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვმართებს, თუნდაც იგივე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით და რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. ქართველმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა რუსეთის გაღიზიანება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმატებით ახსნეს. საქართველოზე თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებები კი რუსეთის მხრიდან არც პირველი მუქარა ყოფილა და ალბათ არც უკანასკნელი იქნება. გაატარეთ ცხელი ზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა, ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით.